გამარჯობა. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ რესურსი, რომელიც გამოადგება სკოლის მოსწავლეებს, კერძოდ სივრცული ფიგურების შესახებ. მოსწავლეებს ძალიან უჭირთ სივრცული ფიგურების წარმოდგენა, უმეტესობას. კერძოდ განსაკუთრებით პრიზმა. მინდა განვიხილოთ პრიზმა. აი მაგალითად პრიზმის ერთ-ერთი შემთხვევა. პრიზმა არის სივრცული ფიგურა, რომლის ორი წახნაგი, აი ზედა წახნაგი და ქვედა წახნაგი, პარალელურ სიბრტყეებზე მდებარე ემკუთხედებია. ჩვენ შემთხვევაში ნახეთ, ეს არის სამკუთხედი, ხოლო გვერდითი წახნაგები კი პარალელოგრამები. პრიზმის კერძო სახე არის პარალელეპიპედი, რომლის ყველა წახნაგი პარალელოგრამია. მაგრამ თუ პარალელეპიპედს გვერდითი წახნაგები მართკუთხედები აქვს, მაშინ გვაქვს მართი პრიზმა. ჩვენ შემთხვევაში ეს არის მართი სამკუთხა პრიზმა. ეხლა ეს რესურსი ჯეოჯებრაში დამზადებული რატომ არის საინტერესო? ჩვენ შეგვიძლია ეს პრიზმა დავაბრუნოთ და ყველა მხრიდან ნახოს მოსწავლემ. შესაძლებელია ნახეთ, ესე იგი ზედა მხრიდან, ანუ ზედხედი ვნახოთ. აი იგივე რაც აქ არის, გვაქვს აგერ ალგებრის სახატავ არეზე, ნახეთ, იგივე ფიგურა, ეს არის ზედხედი. ეს არის მაგალითად წინხედი. და აი ეს არის. ეხლა როდესაც ვაბრუნებთ, ყველა მხრიდან ხედავს მოსწავლე, ეტყვი რომელია წახნაგი, რომელია წვერო წიბო. შესაძლებელია ჩვენ ჯეოჯებრაში ამ ფიგურის შლილიც ვნახოთ. აი მაგალითად შლილი მისი, მოვნიშნეთ მთლიანად ეს პრიზმა. ჩვენ შესაძლებელია შევიდეთ აი ამ ზოლს ქვია ინსტრუმენტების ზოლი, შევიდეთ აქ აი ამ ერთ-ერთ ინსტრუმენტში, დავაწყაპოთ და ნახეთ მისი შლილი გამოჩნდა. თუ ჩვენ ამ პრიზმას გავჭრიდით წიბოებზე და დავაფენდით სიბრტყეზე, აი ასეთი შლილი ექნებოდა. ჩვენ შეიძლება ეს შლილი აი ასეც ვაჩვენოთ მოსწავლეებს. შესაძლებელია დავაბრუნოთ. აი ნახეთ. ვფიქრობ, კარგი რესურსი არის მოსწავლეებისთვის. ნახეთ, როგორ ჩაიკეტა მთლიანად, როგორ გავხსნით. კარგით, ახლა შეგვიძლია ჩვენ ეს წავშალოთ. აი ასე, ესეც გავაჩეროთ, საწყის მდგომარეობასაც დავუბრუნოთ. ხა რომ არ იფიქროთ, რომ ეს სივრცეში აი ესე დაფრინავს, ჩვენ შეგვიძლია ნახეთ, აი ეს მართკუთხა კოორდინატთა სისტემას სივრცეში, ნახეთ როგორი სახე აქვს. აი მეათე კლასში უკვე ეს ვიცით, x, y და z, აი აპლიკატთა ღერძი. შესაძლებელია გამოვხდოთ. კარგით, ესეც გავაჩეროთ და გადავიდეთ ახლა შემდეგ ფიგურაზე. ესეც არის პრიზმის კერძო სახე, კერძოდ გვაქვს მართკუთხა პარალელეპიპედი. მართკუთხა პარალელეპიპედში როგორც ხედავთ, ყველა წახნაგი მართკუთხედია. დავათვლევინებთ აქ წახნაგებს, წვეროებს, წიბოებს და მათ შორის კავშირს ვაპოვნინებთ. აქაც შეგვიძლია შლილი გავაკეთოთ, აქაც შეგვიძლია ვაბრუნოთ, აქაც შეგვიძლია ზედხედი, გვერდხედი და ასე შემდეგ ვაჩვენოთ და გადავიდეთ ახლა შემდეგ ფიგურაზე. ესეც პრიზმა, ოღონდ ფუძეს ვითვლით და ფუძეში ხუთკუთხედი, ესე ხუთკუთხა პრიზმა. მოდი ესეც ვაჩვენოთ ყველა მხრიდან. კარგით, გადავიდეთ შემდეგ ფიგურაზე და გვაქვს
რა თქმა უნდა, ყველა მიხვდება, რომ ეს არის კუბი. კუბის ყველა წახნაგი კვადრატია და ეს არის წესიერი ოთხკუთხა პრიზმა. კარგით. გადავიდეთ შემდეგ სივრცულ ფიგურაზე და ეს არის პირამიდა. პირამიდა არის სივრცული ფიგურა, რომლის ერთ-ერთი წახნაგი რომელიმე ენკუთხედია, ხოლო გვერდითი წახნაგები კი საერთო წვეროს მქონე სამკუთხედები. სახელიც ფუძის მიხედვით, ფუძეში რა ფიგურაც არის, იმის მიხედვით ვამბობთ. აი აქ სამკუთხედია და ეს არის სამკუთხა პირამიდა. აქაც დავათვლევინებთ წვეროებს, წიბოებს, წახნაგებს და კანონზომიერებას დავადგენთ მათ შორის. ეხლა გადავიდეთ შემდეგ გვერდზე და გვაქვს ოთხკუთხა პირამიდა. შემდეგ გადავიდეთ და სივრცული ფიგურა, ანუ ბრუნვითი ფიგურა გვაქვს ცილინდრი. ცილინდრი მიიღება მართკუთხედის ბრუნვით ერთ-ერთი გვერდის გარშემო. და რაც გვაქვს ნასწავლი აი ამ ფიგურის შესახებ, ეს იქნება მისი ფუძის ფართობი, გვერდითი ზედაპირის ფართობი, სრული ზედაპირის ფართობი თუ და ასე შემდეგ. შესაძლებელია ამ გვერდზე გავჩერდეთ და ამოვწუროთ, შეკითხვებით იქნება თუ დაწერით, აი ამ მის შესახებ ყველაფერი. მოდი ახლა ესენიც ვნახოთ, მაგალითად ზეთხეთი. აი ზეთხეთი იგივეა წრე, ხო? წრე, რომელიც აი აგერ სახატავ არეში არის გამოსახული. ასე და შემდეგ აი ეს არის ცილინდრი. გადავიდეთ შემდეგ ბრუნვით ფიგურაზე და გვაქვს კონუსი. მოდი კონუსიც ვაბრუნოთ. დავაკვირდეთ, მოდი ღერძებთან როგორ არის. აი ნახეთ, ბრუნავ, ჩვენ შეგვიძლია აქ აი ესეთი ბადეც გამოვაჩინოთ და სიბრტყე. ეს არის სრული სურათი. მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ესენი დავმალოთ და გამოვაჩინოთ მხოლოდ კონუსი. კარგით, გადავიდეთ შემდეგ ბრუნვით ფიგურაზე და ეს არის ბირთვი. ბირთვის შემთხვევაში ძალიან კარგია გამოჩენა ამ ღერძების, ვთქვათ, და დავაბრუნოთ ბირთვი. ბირთვის შესახებ რაც ვიცით, მისი ზედაპირი არის სფერო. ბირთვის მოცულობა გააჩნია სფეროს ზედაპირის ფართობი და ამის შესახებ ისაუბრებენ მოსწავლეები. ეხლა მოდი გავუშვათ თვითონ ანიმაცია და დავაკვირდეთ. ვფიქრობ, ეს რესურსი საინტერესო იქნება, როდესაც გამეორება გვექნება სივრცული ფიგურების. ან თუნდაც რომელიმე ერთი სივრცული ფიგურა გვექნება ნასწავლი და მის შესახებ იქნება ყველაფერი, მაგალითად შლილი. ჩვენ შეგვიძლია აქ ძალიან საინტერესოდ არის მაგალითად თუ ჩვენ შლილთან ერთად ჩავრთავთ, აი მაგალითად აი აქ. აი გავაჩერეთ, გვაქვს სამკუთხა პრიზმა. მოდი გადავიდეთ აქ და მოვნიშნოთ მისი მაგალითად შლილი და ამ შლილს ჩვენ ჩავურთოთ კვალი. ნახეთ, რა საინტერესო სურათს მივიღებთ. აი მაგალითად შლილი მისი შლილი მინდა. ეს არის ბადე, ხო? მისი შლილი და მოდი ჩავურთოთ კვალი. და ჩვენ ავამოძრაოთ ახლა ეს. ნახეთ, რა საინტერესო სურათი მიიღება. აი ყველა ადგილი, სადაც კი იყო შლილი, ნახეთ, ყველა გამოჩნდა. აი ყველა გამოჩნდა. მოდი ახლა ეს ავამოძრაოთ. ნახეთ, როგორი სურათი მივიღეთ. ძალიან საინტერესოა. მოდი, ნახეთ, აი ახლა კიდე
გავაკეთოთ ეს. აი ეს არის კვალი, სადაც კი გაიარა ყველა წერტილი მონიშნულია. აი ძალიან ლამაზია. ამას მე სხვადასხვა ფერს თუ მივანიჭებთ მთლად, ულამაზესი იქნება. ძალიან კარგი. აი ამდენი რაღაცა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ GeoGebra-ში. შლილებზე აი ეს სურათები ძალიან ლამაზია. კარგით, იმედია მოგეწონათ და გამოიყენებთ ამას თქვენ თვითონაც. მოდი ერთი კიდე გავუშვათ ანიმაცია და დავასრულოთ. კარგად, ძანდებოდეთ.